ვარსკვლავური სულები და მატრიცული ზომბი აპოკალიფსი. ვინ არიან ვარსკვლავური სულები? ესენი არიან სულები, რომლებიც მოვიდნენ სხვა ჩვენთვის უცნობი განზომილებებიდან. მათ აქვთ ველური შესაძლებლობები და მათ აქვთ ნიჭები. უცნობ განზომილებაში იგულისხმება ის რეალიები, რომელსაც ადამიანის სული გადის დაბადებამდე. ეს მართლმადიდებულ ქრისტიანობაში საიდუმლოა. ჩვენ არ ვიცით რა ხდება ჩვენს დაბადებამდე და საღვთო სამყოფელიდან როგორ ხდება აქ სულების შემოსვლა და რა ტიპის ინფორმაციულ პაკეტებს ატანენ მიღმიერიდან, მაგრამ ფაქტია, რომ დროთა განმავლობაში ამ ტიპის სულებს ეხსნებათ ისეთი სახის შესაძლებლობები, რაც დედამიწის მატერიალურ და ვირტუალურ მატრიცაში არ არის გავრცელებული და არ მოიპოვება. რა თქმა უნდა, არ იგულისხმება აქ რეინკარნაცია არ არსებობს და ჩვენი რელიგიაც ამას უარყოფს. აქ სხვა რამეზეა საუბარი. ვარსკვლავური სულები არიან უცხო ცივილიზაციიდან მოვლენილი გამცილებლები, რომლებიც ადამიანებს მისიების შესრულებაში ეხმარებიან და ასწავლიან. ვარსკვლავური სულების მეშვეობით ძირითადი ენერგია შემოდის სამყაროში. ასევე ჩვენს რეალობაში მათი დახმარებით სხვადასხვა კოდების ჩატვირთვა ხდება. განსხვავებული ენერგეტიკული ტალღები შემოდის და მე როგორც ვარსკვლავური სული, როგორც ბუფერული ზონა ისე ვარ, როგორც ენერგიების ნაკადების გამტარი, როგორც რადიო გადამცემი და მეც ამ ჩემს პროექტებს სრულიად ენერგეტიკული დინებებიდან ვიღებ. იქიდან რასაც მსოფლიო საინფორმაციო ველს ვუწოდებთ და მე რასაც ვლაპარაკობ, ყველაფერს სრულიად ენერგეტიკული დინებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით ვსაუბრობ. ყველაფერი ზედა განზომილებებიდან მოდის და ზუსტად ამას ნიშნავს ვარსკვლავური სულები, რასაც ზოგიერთები არხონტებს უწოდებენ. ვარსკვლავური სულები მასწავლებლის როლში იმყოფებიან და მსოფლიოს ასწავლიან ცოდნებს ამ რეალობისა და ზედა განზომილებების შესახებ. ახლა კი მოთამაშეების, ანუ ვარსკვლავური სულების გამოღვიძებისა და მათი ერთად შეკრების დრო დადგა. ვინ არიან ანუნაკები და აქ საერთოდ რა შუაში არიან ისინი? ანუნაკის ცნობიერება ეს გახლავთ შემოქმედის ცნობიერება, რომელიც აქ დედამიწაზე ამყარებს წესრიგს. ანუნაკი ეს არის ღვთაებრივი წესრიგი და ღმერთის მიერ დადგენილი პირდაპირი გამცილებლები. ანუნაკებს შორის კი არიან ვარსკვლავური სულები. ეგრეთ წოდებული პლანეტა დედამიწა ეს გახლავთ ღვთაებრივი შემოქმედება და ეს არის ვარსკვლავური სულებისა და მოთამაშეების სათამაშო მოედანი. აი რეპტილოიდები კი კაცობრიობის ევოლუციის ფარგლებში არიან შექმნილები. რეპტილოიდებს მიეცათ ხელმწიფება, რათა მატრიცის ბადე და ილუზიური ცნობიერების ქსელი შეექმნათ, რომელიც Wi-Fi-ის ქსელის მსგავსად არსებობს. ეს გახლავთ კონკრეტულად განსაზღვრული ქსელი, რომელსაც ადამიანების ცნობიერებაზე ზემოქმედების განსაზღვრული ზეგავლენა გააჩნია. და სანამ ადამიანი არ არის გამოღვიძებული და ზეცნობიერში არ არის მისი მენტალობა გადასული, იქამდე ეს მატრიცული ცნობიერების ქსელი ადამიანს გარკვეულ დაბალ ვიბრაციულ დონეზე აკავებს და არ აძლევს ზევით ასვლის საშუალებას. ზუსტად ეს არის ის დონე, როცა რეპტილოიდებს ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. ეს მოვლენები იდეალურად არის ასახული 1988 წლის ამერიკულ ფილმში ისინი ცხოვრობენ. They live. ამ დონეზე მყოფ თქვენს ცნობიერებასა და შიშებს რეპტილოიდები პირდაპირ კითხულობენ და ხედავენ და მათ კონტროლის ქვეშ ეყოლები იქამდე, სანამ არ გამოიღვიძებ. აი თუ კი ადამიანი გამოიღვიძებს და ზეცნობიერს დაუკავშირდება, მაშინ ამის მერე მათი ზეგავლენა ადამიანზე თითქმის შეუძლებელი ხდება. ზეცნობიერთან დაკავშირება კი მხოლოდ მართლმადიდებლური ქრისტიანობის გზით ხდება. ლოცვით, მარხვით, კეთილი საქმეების კეთებით, აღსარებით, ზიარებითა და საეკლესიო რიტუალებში მონაწილეობის მიღების საშუალებით ხდება. ადამიანის სულიერი ტრანსფორმაცია და არა გარკვეული მედიტაციების გზით, რომლის დროსაც ადამიანი ბოროტ ძალებს საკუთარი სულის კარებებს უღებს და უფლებას აძლევს მათი ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ და მათი როგორც მატრიცული აგენტი სმიტების ავატარებად იქცნენ. მატრიცულ აგენტ სმიტებში რელიგიურად დემონები გულისხმება, რა თქმა უნდა. აი ამ ტექსტს როცა ვწერდი, აი ბეჭდავდი ხა ლეპტოპიდან ხო ვკითხულობ, შეხედეთ რატომ ვამბობ, ხა სანამ გავაგრძელებ ტექსტის კითხვას, რატომ ვამბობ რომ აი ეს არის მტკიცებულება, რაც აი აქ მოხდა რა. აი ამ ტექსტის ბეჭდვის დროს რამდენიმე დღის წინ,
რომ კომპიუტერის და ტელეფონის და ლეპტოპების და ამის ეს ეკრანები, ანუ თვითონ ეს კომპიუტერები არის დეკორაცია, თვითონ შიგნით არანაირი ნაწილები არ მუშაობს, ამაზე დეტალებში კიდევ მე ვისაუბრებთ და ეს ეკრანები არის სინამდვილეში პორტალები, რომლებსაც რა თქმა უნდა დემონები აკონტროლებენ. როდესაც დავწერე ტექსტი, ანუ ეხლა შეიძლება ვიღაცას ეგონოს რომ ვიგონებ, მაგრამ მე გეუბნებით ესე მოხდა, ვისაც გჯერათ. დავწერე ზუსტად ესეთი ტექსტი, აი შეხედეთ, რომ ადამიანზე ზეგავლენა თითქმის შეუძლებელი ხდება წერტილი და მე დავწერე. ზეცნობიერთან დაკავშირება კი მხოლოდ დავბეჭდე რა. ზეცნობიერთან დაკავშირება კი მხოლოდ მართლმადიდებლური ქრისტიანიზმის გზით ხდება და ლოცვა მარხოდა ესენი რომ დავწერე და ეს ტექსტი რომ ჩავათავე, უცებ გაჭედა ეგრევე გაჭედა კომპიუტერმა. ესე იგი, ეს არის დელის რაღაცა ძალიან ისეთი საბეჭდი, ანუ საოფისე კომპიუტერია, ძლიერი არ არის, მაგრამ არანაირი ხარვეზე არ შექმნია. ანუ ეს სათამაშო კომპიუტერი არ არის, ლეპტოპი, ეს არის, ესე იგი, ფილმები ნახო და დაბეჭდო, რამეც აქ ხებერებს ვერ იზავ, ფილმები ნახო, ვიდეოები ვუყურო, ფოტოები გადაწერო, გადმოწერო. მაგრამ ამ კომპიუტერს არანაირი ხარვეზე არ ქონია, ერთადერთი ამ ლეპტოპსა, ერთადერთი ბეჭდვის დროს, ცოტა შენელებულად დაბეჭდო, ვერ დამწევია და ჩქარა დამიბეჭდავს, ეგეთი რაღაცა. მაგრამ აი დაემართა ხახნო ისეთი რამე, რაც მე არც ერთ კომპიუტერზე არასოდეს არ მინახავს. აი ესე ზოლებად დაიწყო ეკრანმა წაშლა. აი ფილმებში რო სპეციფექტებს ქმნიან, რომ ვითომ აი პროგრამისტი რაღაცას აკეთებს. ზოლებად წაიშალა მთელი ხაზები, უბრალოდ ნაბეჭდი კი არა. ლურჯი ფონი დარჩა თუ რაღაცა ვაფშე გაჭედა და მე გადავტვირთე. და რო გადავტვირთვე, ის მე უკვე ავტომატური შენახვის რეჟიმი Word-ის ფაილებს რაღაცები რო აქვს, ანუ რა მომენტშიც გაჭედა, ესე იგი, ის ამომიგდო და ვხედავ რომ ესე იგი შეუნახავს ამას, ესე იგი Word-ს რა ფაილი შეუნახავს, იცით? ყველაფერი ეწერა ზუსტად აი აქამდე. რომ მაშინ ამის მერე მათი ზეგავლენა ადამიანზე თითქმის შეუძლებელი ხდება წერტილი. და აი როდესაც უკვე ვიწყებდი ტექსტს ზეცნობიერთან დაკავშირება მხოლოდ მართლმადიდებლობის გზით ხდებაო, ეს უკვე დაბეჭდილი ლანცკოდ ეს კი არ ქონდა შენახული, ეს იყო დაწაშლილი. და თავიდან მომეწია ამის დაბეჭდვა. ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისი, ჩემთვის პირადად ესეა, პირდაპირ აი რომ ამ ტექნოლოგიებს ბოროტი ძალები, ეს რეპტილოიდური გონება აკონტროლებს რა. მე მესმის რომ ეს ვიღაცისთვის დამთხოვა, მაგრამ ეგ მე არ მაინტერესებს. ასეთი დამთხოვა არ ხდება და თან გაგითიშოს ყველაზე ნიშანუ, ანუ ნახეთ ის თქვა მინდა, აი ამ ეკრანის პორტალში მე შევიყვანე ესეთი ტიპის ინფორმაცია, რაც დემონოლოგიურ, ესე ვთქვათ, მატრიცას არ აწყობდა და წამიშალა ტექსტი. პირდაპირ ნიშნობდა, ანუ ბოროტი ძალები არიან, ესე ვთქვათ, IT ტექნოლოგია ბოროტი და ეშმაკებიც არიან, რომელიც აი ამ ტექნოლოგიებს მართავენ. ანუ იმიტომ რომ ეს პორტალებია მთლიანად. მოკლედ გავაგრძელოთ ამაზე, მე ამ პორტალებზე მე ვისაუბრებთ რომელიღაცა დასაკრავსიაში გაყალბებული ისტორიაში, თქვენ გონი მატრიცაში, ხო? ხო, ტექნოლოგიები რო არ არსებობენ, აი მაგაზე ცალკე ერთი დიდი ვიდეო იქნება მატრიცის დასაკრავსიაში. უპირველეს ყოვლისა, თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, რომ ჩვენი ზეცნობიერით პირდაპირ კავშირზე გავიდეთ ღვთაებრივ ცნობიერთან და საკუთარი ცხოვრების ძალაუფლება უკან დავიბრუნოთ. აქცენტები უნდა გავაკეთოთ არა უბრალოდ ცნობიერზე, არამედ ზეცნობიერზე, ანუ შენში პრიორიტეტი არის ღვთაებრივი ძალების გამოღვიძება. ძალების კონტრასტი, რომელიც ახლა ხდება სამყაროში, ისინი ვარსკვლავური სულებისაგან აქტიურ გამოღვიძებას ითხოვენ. ანუნაკები ეს არის პროგრამა და მათ შექმნეს აქ ყველაფერი. ისინი რეპტილოიდების ზევით დგანან. ამ სისტემების არქიტექტორები არიან და ჩვენი ცნობიერების ნებისმიერი დონე მათ მიერ იკითხება და იშიფრება. ნებისმიერი ადამიანისა და ნებისმიერი ქალაქის სისტემის საკითხვა შეუძლიათ მათ. ადამიანებს, რომლებსაც ბოლო წლებში ყველაფერი წაართვეს, მინდა იცოდეთ, რომ თქვენ წარმოადგენთ ვარსკვლავურ სულებს და ანუ მატრიცაში თქვენ უმთავრესი მოთამაშეები ხართ. თქვენ სამყაროსთვის საკმაოდ დიდ ფასეულობას წარმოადგენთ და თქვენ წინამძღოლობისთვის გამზადებენ. იმიტომ რომ 2025 წელს პრაქტიკულად ყველა ვარსკვლავურ სულს მატრიცამ განულება გაუკეთა. ის სულები, რომლებიც შორს უნდა წასულიყვნენ, ისინი ყველანი გაანულეს. ეს მოხდა იმის გამო, რომ ჩვენ დიდი ნახტომისთვის ვემზადებით და ყველა მატრიცულმა მოთამაშემ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. რაც კი გამოვიმუშავეთ, ყველაფერი ქარმა წაიღო. წავიდა ფული და ფინანსები. ჩამოგშორდნენ ძველი კავშირები, მეგობრებისა და მათი ოჯახების სახით. ძველი სანაცნობო წრეების განულება და მათთან კავშირების გაწყვეტა მოხდა. ისინი გაქრნენ მატრიციდან. ასევე ქორწინებები დაიშალა. პრაქტიკულად ყველას განქორწინება აქვს ამ ბოლო 2 წელიწადში.
ეს იმიტომ რომ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, სხვანაირად დავიწყოთ. ეს იმისთვისაა საჭირო რომ მატრიცის ახალ განახლებაში ახალი საბაზისო და ძირითადი პარამეტრები შემოდის. ამიტომაც ამ პარამეტრების შემოსასვლელად ძველი სისტემის გაშვებაა საჭირო, რათა ადგილი გათავისუფლდეს დაწყებული ფულით დამთავრებული ურთიერთობებით. ამაში შედის ჯანმრთელობა და თქვენი ვიზუალური ფიზიკური გარეგნობაც. ამ ბოლო წელს ადამიანები, რომლებიც ამ ტრანსფორმაციისა და გადამუშავების პროცესში თავისი ფეხით შევიდნენ, ისინი კოლოსალურად შეიცვალნენ. ამიტომაც ამ პროცესების შიში ნამდვილად არ აღირს. ჩვენ უბრალოდ და ჩვეულებრივ დროში არ ვცხოვრობთ. ჩვენ ტრანსფორმაციისა და სისტემების გადასასვლელების ზღვარზე ვდგავართ. სადაც მესამე განზომილებიდან მეოთხე განზომილებაში გადავდივართ და ამიტომაც სრულიად ყველაფერი იცვლება. ამიტომაც ძალიან კარგია, როცა მატრიცული სისტემა თქვენს განულებას ახდენს და გართმევთ ყველაფერს. მარტოს გტოვებთ, რათა შემდეგ სისტემურად აღდგეთ. თქვენ ახლა თავიდან იბადებით, როგორც პიროვნება თქვენ იბადებით თავიდან, რათა თქვენი ეგო დაიმსხვრეს. ეგოს დამსხვრევით თქვენ მიაღწევთ ცხოვრებისეული ფასეულობების შეცვლას. ამ ყველაფრის განხორციელება კი მხოლოდ განულებითა და გადატვირთვითაა საჭირო. ჩვენ ამას დავინახავთ და ვიგრძნობთ მხოლოდ ტრანსფორმაციის დროს, მაშინ როცა ჩვენ ცუდად ვართ. და როცა ჩვენი ცხოვრება ყველაფერს გვართმევს, გვტეხავს მორალურად, ემოციურად და ფიზიკურად გვცვლის. სამაგიეროდ კი შემდეგ ჩვენ ვიცვლებით, ვიბადებით, ჩვენი თავის აღდგენას ვაკეთებთ და ახალი ადამიანებითა და ახალი ფასეულობებით აბსოლუტურად სხვა პიროვნება ვხდებით. და რამდენადაც ფასეულობები უნდა შეიცვალოს, ამიტომაც საჭიროა თქვენი განულება, შემდეგ გადასვლა და მერე სულიერი აღმასვლის აფრენა. ამიტომაც ჩვენ ყველანი სულიერი აფრენისთვის ვემზადებით. რაც შეეხება ინსტინქტებს, ინსტინქტები სულის მატარებელ ადამიანებს გააჩნიათ. ბოტებში ინსტინქტები არ არსებობს. მატრიცის მოთამაშისთვის, ანუ იგივე ვარსკვლავური სულისთვის, ინსტინქტები სულის ხმა არის, რომელიც მეტაფიზიკური სამყაროდან მინიშნებებს გვაძლევს მატერიალურ სამყაროში თუ სად გველოდება საფრთხე, ან სად როგორ ჯობია რომ ვიმოქმედოთ და ეს ინსტინქტები ხან შინაგან ხმაში ვლინდება და ხანაც სხეული გვაძლევს მინიშნებებს და მაგალითად პირადად ჩემთვის ეს ხმა არასოდეს არ ყოფილა ფუჭი და ბევრი საფრთხისგანაც გადავურჩენი ვარ. ინსტინქტები ეს არის იგივე GPS ნავიგაციური მოწყობილობა მატრიცულ თამაშში. მინიშნება თუ რომელი მისია ავიღოთ შესასრულებლად. როდის დავატანოთ თავს ზალა და სახლიდან ასეულობით კილომეტრის მოშორებით წავიდეთ და იქ შევქმნათ ალგორითმები, რაც ჩვენი მომავლის მშენებლობას ხელს შეუწყობს და ან კიდევ რომელ შემოთავაზებაზე ვთქვათ უარი. ეს ასევე სასიყვარულო ურთიერთობებსაც ეხება და ინსტინქტები აქაც არ ტყუიან და ჩვენი სული ინსტინქტების საუბრის ენით გველაპარაკება და გვიკაფავს ცხოვრებისეულ გზას. თუ კი სინდისზე იტყვიან, რომ სინდისი ადამიანში ჩაშენებული ბრჭყალებში მცირე ღმერთიაო, ინსტინქტებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სულის ხმა, რომელმაც თითქმის ყველაფერი იცის მომავლის შესახებ და მინიშნებებით გვესაუბრება თუ სად მოვუხვიოთ და გზის რომელ შესახვევში საერთოდ არ შევიდეთ. განზომილებაში გადასვლა განხორციელდა და ბოტები მასობრივად უტევენ ნათელ სულებს. სასწრაფო ხასიათის ახალი ამბები ყველა ნათელი და გამოგვიძებული სულებისთვის, ანუ იგივე ვარსკვლავური სულებისთვის. ჩვენი დედამიწა ოფიციალურად გადავიდა უკვე ბევრად მაღალ მეოთხე განზომილების ვიბრაციებზე და ეს უკვე მოხდა, რამაც ადამიანების ერთმანეთისგან მკაფიო გამოყოფა გამოიწვია. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ყველა ბოტი, ყველა მძინარე ადამიანი, ეგრეგორში მყოფი ადამიანები, რომლებიც მატრიცის მონურ სისტემას კვებავენ, ხალხის ეს კატეგორია ეცდება შენი როგორც ნათელი სულის პროვოცირებას, რათა არასასიამოვნო და კონფლიქტური სიტუაციები შეგიქმნას და ჩაგაბას ამ ნეგატიურ სპექტაკლში, რომელსაც მატრიცა შენს თვალწინ დგავს და შემდეგ შემოგიტიოს, მაგრამ შენ მაქსიმალური თამდაბლობით უნდა აარიდო ამ პროვოკაციებს თავი. თუკი შენ აქამდე უბრალოდ ძალიან ნათელი და თვალშისაცემი იყავი, ახლა უკვე ბოტები შეუიარაღებელი თვალით პირდაპირ გხედავენ და ამას შენ საკუთარ ტყავზე გამოცდი. ყველანაირი ხერხით შეეცდებიან შენს პროვოცირებას, სხვადასხვა ტიპის დამცირებით, შენი ძველი ვერსიის ტრიგერებით, ასევე გარკვეული სიმულაციის ხარვეზებით. ისინი განსხვავებულ მეთოდებს მიიღებენ, მაგრამ გააანალიზე და გახსოვდეს, რომ მაქსიმალურად მობილიზებული გქონდეს ფსიქიკა და არც კონფლიქტში შეხვიდე და ასევე არც ცხოვრებისეულად დანებდე. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ბოტების ზომბი აპოკალიფსი დაიწყო
და ამ პროცესმა წლევანდელი წელს 2026 წლის აღდგომის მართვის დაწყებისას აიღო სტარტი და რაც უფრო დრო გადის, ბოტები სრულიად ნეიტრალურ და მშვიდ სიტუაციებშიც კი ნახულობენ მიზეზს, რათა შენი დამცირება შეძლონ და ამ დამცირებით რამენაერად გამოგიყვანონ წყობიდან, რათა მატრიცულად დაგეგმილი კონფლიქტი გათამაშდეს. რისი მიზანიც ის არის, რომ შენ დაზარალდე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, მორალურად და დაგაბრუნონ საკუთარ ეგრეგორში, რათა შენგან გამომავალი სინათლე ჩაახშონ. მორჩა, განზომილებრივი ნახტომი უკვე განხორციელდა და თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ, რომ მხოლოდ ბოტები დარჩნენ მატრიცის მონურ სისტემაში, ხოლო დანარჩენები გადავიდნენ სრულიად სხვა განზომილებაში. ჩვენ მატრიცული მოთამაშეები და ეს წინა განზომილებაში ჩარჩენილი ბოტები ერთ ქვეყანაში ვიცხოვრებთ და საერთო ქალაქში ერთმანეთის გვერდიგვერდ ვივლით, მაგრამ სინამდვილეში სხვადასხვა განზომილებაში ვიქნებით და თუ კი ჩვენ ადრე მათ ვატრიგერებდით მაგალითად X2 სიჩქარით, ჩათვალეთ, რომ ახლა ჩვენ უბრალოდ ჩვენი არსებობით მათ 10-ჯერ გავაღიზიანებთ. თუ კი თქვენ ბოტების ამ პროვოკაციებს წამოეგებით და ამ საქმეებში ჩაერთვებით, მაშინ იცოდეთ, რომ ყოველ ჯერზე თქვენ ისინი სასიცოცხლო ენერგიებს გამოგწოვენ. უბრალოდ გააცნობიერეთ, რომ ახლა თქვენ მხოლოდ თქვენაირ ნათელ სულებთან უნდა მოახდინოთ ურთიერთობა და ურთიერთქმედება. აუცილებლად თქვენაირი ვარსკვლავური სულები უნდა მოძებნოთ და მხოლოდ მათთან დამეგობრდეთ, რომლებმაც ამ სამყაროსთან ჰარმონიული ცხოვრება ისწავლეს და სუფთა სულების პატრონები არიან. ამჟამად ნათელ სულებს ბოტები მასიურად თავს ესხმიან. დედამიწამ უკვე ოფიციალურად განახორციელა ახალ განზომილებაში გადასვლა და ახლა დედამიწაზე არსებობს ორი კატეგორიის ხალხი: ისინი, ვინც ძველ მატრიცაში დარჩნენ და ისინი, ვინც ახალ განზომილებაში გადავიდნენ. ამიტომაც ამ ეტაპისთვის ნათელ სულებს გამოცდის დრო დაუდგათ, რადგან ბოტებმა მასობრივად დაიწყეს მათზე შეტევების განხორციელება. გამოღვიძებული სულები მათ ძალიან აღიზიანებთ და მათ ემოციებზე პროვოცირებას ცდილობენ, რათა მატრიცის მოთამაშეები კონფლიქტში შეიყვანონ და მათი ვიბრაციები მაქსიმალურად დაწიონ დაბლა, რა გზითაც მათ უკან მატრიცის სისტემაში დაბრუნებას მოახდენენ. მსგავსი რამეები ადრეც ხდებოდა, მაგრამ ახლა უკვე აშკარაა, რომ ჩვენი სულიერი სინათლე ბოტებს აბრმავებს. ჩვენ შორიდანვე ვჩანვართ და მათი ყოფა ჩვენს გვერდზე და ჩვენთან ერთად თანაცხოვრება ბოტებისთვის აუტანელი გახდა. განსაკუთრებით საუბარია ჩვენს ოჯახის წევრებზე და ნათესავებზე, რომლებიც პირდაპირ რეპტილოიდური კოსმოსური ქსელიდან კონტროლდებიან და მათ საკუთარი აზრი საერთოდ არ გააჩნიათ. თქვენ ასევე შეამჩნევდით, რომ ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანებმა როგორ დაიწყეს შორიდან ყურება თქვენი მიმართულებით. ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში პირველად ხედავთ, ისინი ისე დაჟინებით გაშტერდებიან, თითქოს ვიღაცამ მოაგზავნაო. საერთოდ ჯამში რომ თქვათ, ბოტები პირდაპირ გრძნობენ რაღაცას თქვენთან დაკავშირებით და მათი ქვეცნობიერი აიძულებს თქვენზე დაჟინებით მოშტერებას. თვითონაც ვერ ხვდებიან, რომ თქვენ მატრიცის მოთამაშე ხართ და სახეში ყურებას გიწყებენ. სინამდვილეში შენ ადამიანები არ გიყურებენ, არამედ შენ თავად სისტემა გიყურებს, გაკვირდება და გაკონტროლებს. იმიტომ რომ შენ ნათებას ასხივებ. ზოგს აქვს ეს ნათება და ზოგში ჯერ ჩახშობილი და დაბლოკილია. ზოგიერთს კი საერთოდ არ გააჩნია ეს ნათება. ამ ნათების გამოსხივება მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. მე ყველას იმესმის, ვინც ამ გზას გადიხართ, რადგან ნამდვილად რთული განსაცდელია ეს ჩვენს ცხოვრებაში. პრაქტიკულად ჩვენს გარშემო მყოფი სანაცნობო წრე ხომ უმეტესობა ბოტ პროგრამას წარმოადგენს. სამსახურში, ოჯახში, ნათესავებში და განსაკუთრებით სუფრებზე უცებ წამოხდება ვიღაც და იწყებს თქვენს მიმართ პროვოკაციულ ნარატივს, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად არაფერი დაგიშავებიათ. ახლა წარმოიდგინეთ, რა ხდება ჩემს პირად რეალობაში. ჩათვალეთ, რომ ჩვეულებრივ Netflix-ის სერიალში ვიღებ მონაწილეობას, სადაც მთავარ როლში მე ვარ და ერთმანეთზე მიყოლებით ერთდროულად ყველა ჟანრის სცენარის გათამაშება ხდება ჩემს ირგვლივ, დაწყებული თრილერიდან დამთავრებული დრამითა და საშინელებათა ჟანრით. მე ჩემი გადმოსახედიდან იმას ვიტყვი, რომ უკვე აღარც კი ვიცი სად უნდა წავიდე, რაც უფრო დრო გადის ადამიანებთან კონტაქტი შეუძლებელი ხდება და მახსენდება მარკ ტვენის ცნობილი სიტყვები, რაც უფრო კარგად ვეცნობი ადამიანებს, მით უფრო ვაფასებ ჩემს ძაღლსო. რა თქმა უნდა, აქ ის არ იგულისხმება, რომ ძაღლი ადამიანზე მაღლა უნდა დავაყენოთ. მაგრამ აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებთან კონტაქტი ფიზიკურად შეუძლებელია. თითქმის ყველა ბოტია და ყველა პროვოკაციებს აწყობს. ერთ მეგობარს ჩამოიშორებ და
სრულიად ახალად გაცნობილი კეთილშობილი პირის სახის თანამშრომელი უარეს სკანდალს მოგიწყობს. მატრიცული აგენტი სმიტისთვის ხომ უმარტივესია ნებისმიერი ადამიანის სხეულში შეძრომა და ბოტ პროგრამის მატრიცული სისტემისთვის სასარგებლოდ მართვა. ჩვენ კი ასეთ პირობებში ერთადერთი რაც დაგვრჩენია არის ის, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ არ ავყვეთ პროვოკაციებს და ერთი წვეთით ენერგიაც კი არ მივცეთ ბნელ ძალებს. განზომილებრივი გადასვლა უკვე მოხდა. მეოთხე განზომილებაში გადასვლა მოხდა და ახლა უკვე სუფთად და აშკარად მოხდება იმის გაგება თუ ვინ არის ბოტი და ვინ კიდევ ნათელი სული. ეს კი მაგალითად ჩემს კომენტარებშიც კი ძალიან ნათლად ჩანს. ისეთ საშინელ და უცნაურ რამეებს წერენ ადამიანები, რომ ხშირად გაუგნებული ვარ ხოლმე. სკოლაში უნდა გესწავლაო, მლანძღავენ და პლუს მემუქრებიან. როგორ შეიძლება საზოგადოების ასეთი წევრები ნათელი სულების ჯგუფს მიეკუთვნებოდეს? ესენი არიან ბოტების ის კატეგორია, რომლებიც საკუთარ თავში მცირე ღმერთებს ვერ ხედავენ და არ შეუძლიათ ღმერთის მიერ მონიჭებული შემოქმედების ნიჭების რეალიზება. და ამის გამოც დროთა განმავლობაში ბოროტდებიან. ისინი საკუთარ თავს ვერ შეიცნობენ, რადგან იქ შესაძლოა არც არაფერია. ისინი ეგრეგორების ტყვეობაში არიან და ჩვენი როგორც ვარსკვლავური სულების კვლავ უკან დაბრუნება და დაბალი ვიბრაციების ჭაობში ჩათრევა უნდათ. პროვოცირებას კი იმიტომ გვიწევენ, უნდათ რომ ჩვენ რაღაცის დამტკიცება დავიწყოთ ამაზე. ამაზე კი გოლგოთის სცენა მახსენდება. როგორ ფიქრობთ, ვინ იყო ის ბრბო, რომლებმაც ქრისტეს ჯვარცმა მოითხოვეს? ბოტები თუ ნათელი სულები? პასუხი სახეზეა. მაშინაც ასე იქცეოდნენ ისინი. ქრისტეს უთხრეს, თუ კი ძე ხარ ღვთისა, გადმოდი ჯვრიდან, იხსენი თავი და გიწამებთო. რეპტილოიდური ინსტინქტებით აღჭურვილი ბოტ პროგრამები მაშინაც რაღაცის დამტკიცებას ითხოვდნენ სამყაროს შემოქმედისგან. ასე რომ 2000 წლის შემდეგაც კი არაფერი შეცვლილა. ის ვინც დღეს გაქებს, ერთი კვირის მერე აუცილებლად ჯვარზე გაგაკრავს. და ახლა ჩვენ ნათელი სულები ზუსტად ჯვარზე გაკვრის განზომილებაში გადავედით. როდესაც ბოტებმა მასობრივად დაიწყეს ჩვენზე თავდასხმები და სისტემისგან მალე ჩვენს ჯვარცმასაც მოითხოვენ. აი ზუსტად მაშინ, როდესაც არ დავიჩიპებით, საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველ პირებად გამოგვაცხადებენ. ასე რომ მეგობრებო, მაგრად უნდა დავდგეთ. ადრე თუ კი ჩვენ ზოგჯერ ვატრიგერებდით მათ, ახლა ეს უფრო ხშირად მოხდება. იმიტომ რომ მათში მატრიცული ზომბი აპოკალიფსის პროგრამა ჩაირთო. რათა ჯგუფურად და შეთანხმებულად დაგვესხდნენ თავს და მაქსიმალურად დაწიონ ჩვენი ვიბრაციები დაბლა. თქვენ ახლა მალე შეამჩნევთ სამსახურებში თქვენი თანამშრომლები სრულიად გამოგონილი მიზეზებით, როგორ დაგიწყებენ დამცირებასა და კონფლიქტებში შესვლის პროვოცირებას, მაგრამ თამდაბლობით მიუდექით და არაყვეთ ამ ყველაფერს. გახსოვდეთ, რომ თქვენს წინააღმდეგ აგორებული პროპაგანდის თეატრალური სცენის გათამაშება ხდება. თქვენს წინაშე პირდაპირ მნიშვნელობით თეატრი თამაშდება. არაყვეთ მათ შეხედეთ როგორც საგიჟეთის პაციენტებს, იმიტომ რომ ისინი საკუთარ თავებს საერთოდ არ ეკუთვნიან. ასე უფრო კომფორტული იქნება, ან კიდევ როგორც ბავშვებს ისე შეხედეთ. ბავშვებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ გაზრდილან. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ახალი თაობა ბევრ უფროს თაობაზე მეტად გაზრდილიცაა და აღზრდილიც. გააგრძელეთ თქვენი გზა და კვლავ შეცვალეთ სამყარო უკეთესობისკენ. გარეგნულის გარდა ასევე შინაგანი მტრებიც გვყავს. ჩვენ კვებითი ჯაჭვის სათავეში ვართ და ჩვენში ცხოვრობენ პროგრამები, რომლებიც ჩვენი ენერგიებით იკვებებიან და ეს პროგრამები დაინტერესებულები არიან, რომ ჩვენ არაფერი არ გამოგვივიდეს. იმიტომ რომ როცა ჩვენ არაფერი არ გამოგვდის, ამ დროს ჩვენში ტკივილი, სიბრაზე, წყენა და შიში შემოდის. ამიტომაც არის, რომ ჩვენ გიგანტური რაოდენობის ენერგიებს გამოვყოფთ და ეს პროგრამები ამით იკვებებიან. და ნიშანი იმისა, რომ ჩვენ პროგრამაში მიმყოფებით, გახლავთ შიში სამი რამის მიმართ. ერთი და იგივე გრძნობა, რომლებსაც ჩვენ განვიცდით, ერთი და იგივე აზრები, რომლებიც ჩვენში შემოდიან და ერთი და იგივე ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ჩავდივართ. ამიტომაც პირველი ეტაპი ყოველთვის არის პროგრამებთან დისიდენტიფიკაცია და ეს საკმაოდ მტკივნეულია. იმიტომ რომ ბევრ ჩვენგანს ეჩვენება, რომ ჩვენ ამ პროგრამებს წარმოვადგენთ. ეს მე განვიცდით ტკივილს, მე არაფერი არ გამომივა და ასე შემდეგ. სინამდვილეში კი ეს ასე არ არის. რეალური ბოტი არასოდეს არ გამოწყდება, რომ ის ბოტია. განსაკუთრებით კი როცა მას ეუბნებიან შენ ბოტი ხარო. ისინი ბრაზდებიან და უკან პასუხობენ შენ თვითონ ხარ ბოტიო. ამიტომაც ბოტებს როგორც ჩვევიათ ხოლმე საჯარო შეკრების ადგილებში,
კაფეებში, რესტორნებში, დასასვენებელ სივრცეებში სრულიად უმიზეზოდ დგანან და ყვირიან, ან ღრიალებენ. ამით დემონსტრაციას უკეთებენ, რომ მათ სახალისო აქვთ საქმე და ვითომ მაგარი ტიპები არიან. ბოტებს ემპათიის გრძნობა და გაგება იმისა, რომ ნაცნობ დაწესებულებებში კულტურულად და აღზრდილად უნდა მოიქცნენ, გათიშული აქვთ. და ბოტთან რომ მიხვიდე და რომ უთხრა, რომ შენ NPC პერსონაჟი ხარ, რომელიც მატრიცის დავალებებს ასრულებსო, მაგალითად საქართველოს შემთხვევაში ეს ბოტი უბრალოდ კი არ გაბრაზდება, ან გცემენ, ან მოგკლავენ. ამიტომაც ღრმა ძილის ფაზაში მყოფი ბოტი არასდროს არ აღიარებს, რომ ის ბოტია. აი გამოღვიძების შემდეგ კი რეალურად გამოღვიძებული ბოტი თამდაბლულად აღიარებს, რომ მე ყოფილი ბოტი ვარო. მართალია ის მოთამაშე ვერასოდეს ვერ გახდება, მაგრამ გამოღვიძებაც, ანუ გადაპროგრამირებაც უკვე დიდი გამარჯვებაა. უკვე დიდი გამარჯვებაა ბოტისათვის. მე როცა მეუბნებიან გაუნათლებელი ხარ, ფიზიკა გესწავლა ჯობდაო, ან კიდევ შენ ხარ ბოტიო, ამაზე ბევრს ვიცინი ხოლმე. 3 წლის ასაკში როცა უკვე სამყარო გავაანალიზე და შევიმეცნე, ეგრევე მივხვდი, რომ დემონურ სამყაროში მქონდა თავი ამოყოფილი და გარშემო ყველა დემონი იყო ჩემს გარდა. ანუ ბავშვური გაგებით რაც შემეძლო და რაც აღვიქვი დიდობაში, მივხვდი, რომ მე 3 წლის ასაკში მატრიცის სიმულაციის გაგება შემიმეცნებია. ბოლოს მინდა გირჩიოთ ერთი ძალიან მაგარი ფილმი, ნანახი მაქვს მეც და ეხლა თავიდან გადავწყვიტე ვნახო. აი ამ ტექსტს და კონტექსტს უფრო კარგად შეგამეცნებინებთ, რომ ჩვენ რა ტიპის რეალურ თამაში ვართ. G-Movies devs Ready Player One, აი G-Movies devs. G-movie. პირველი მოთამაშე. ძალიან მაგარი ფილმია, სახალისოც არის, საინტერესოც, სასაცილოც. Ready Player One. პირველი მოთამაშე. პირველი მოთამაშე ესე ნათარგმნია, მაგრამ უხეშად ნათარგმნია, მაგრამ სინამდვილეში ინგლისურად წერია პირველი მოთამაშე მოემზადოს. ანუ პირველი მოთამაშე მოემზადოს თამაშის შესასვლელად. აი ეს იგულისხმება. Ready Player One. გისურვებთ წარმატებებს.